გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან, ეს არის ჩვენი გადაცემა, სადაც გაგაცნობთ კრიპტოში ახალ ამბებს. ჩემთან ერთად არის თემო, როგორც წინა კვირაში და დღეს ვილაპარაკებთ სამ სხვადასხვა თემაზე. თემო, მოდი დავიწყოთ პირველი თემით, რომელიც არის WorldCoin-ი. პირველ რიგში WorldCoin-ი არის Sam Altman-ის გაკეთებული coin-ი. Sam Altman-ი არის ის ადამიანი, ვინც შექმნა ChatGPT, ხო? OpenAI-ის დამფუძნებელი. კი ბატონო, რა შეგვიძლია ვთქვათ WorldCoin-ზე და ჩვენი თაიმერიც ტრადიციულად ჩავთვლით 3 წუთი გვაქვს. ძალიან კარგი. მოკლედ WorldCoin-ი, ანუ როგორც გიორგიმ ახსენა, არის Sam Altman-ის მიერ თანა დავაფუძნებული ანუ პროექტი, რომელიც მოიცავს დეცენტრალიზებულ იდენტობას. საინტერესო აქ ხდება ის, რომ WorldCoin-ი გეგმავს პარტნიორობას Visa-სთან, რომელიც არის ყველაზე დიდი ბარათების ასე ვთქვათ, პროვაიდერი. ანუ რათა WorldCoin-ის აპლიკაციაში მოხდეს Visa-ს ბარათების ჩაშენება. და ეს საკმაოდ დიდ შესაძლებლობას გაუხსნის კრიპტოს მომხმარებლებს, რადგან ისინი შეძლებენ რომ ანუ ჩვეულებრივად მათი კრიპტოსაფულეებიდან მოახდინონ Visa ბარათით გადახდა. თან აქ საინტერესოა თვითონ KYC-ს როგორ აკეთებს WorldCoin-ი, ხო? ანუ WorldCoin-ის შემთხვევაში ხდება თვალის სკანირება და ამით იღებს ეგრეთ წოდებულ zero knowledge proofs, რომ შენ ხარ ნაღდი ადამიანი, ხო? ან საბუთები და ასე ვთქვათ პირადობა და ასე შემდეგ საჭირო. ანუ მარტო თვალით ხდება. შესაბამისად, ბევრად უფრო გამარტივებული არის, უბრალოდ შენ ადასტურებ, რომ ხარ ადამიანი, არსებობ და ეს ხდება თვალით და შეგიძლია გქონდეს შენი Visa ბარათი, ხო? ეს აქამდე წარმოუდგენელი რაღაცა იყო ალბათ. კი ბატონო, ბევრი zero knowledge პროექტი არსებობს, მათ შორის ქართულებიც არის და ჩვენ ყავდა მათ შორის ერთი სტუმარი ლაშა, რომელიც თავის პროექტს აკეთებს და იქ პასპორტის სკანიც ხდება, ამ შემთხვევაში თვალი არის. ზოგადად ეს zero knowledge-ის თემა ალბათ კიდევ უფრო გამვითარდება და საინტერესო პროექტებს შეიძლება ველოდოთ? კი, ანუ ნამდვილად, რადგან ანუ საერთოდ იდენტობის პრობლემა სამყაროს ბევრ ადგილზე არის, გინდაც ავიღოთ აზია, ანუ აფრიკა, ჩვენთანაც კი სადაც არიან ემიგრანტები, ყველგან არის ასე ვთქვათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პრობლემა და ესეთ პროექტებს ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ ანუ ხო, დამატებითი გზა არის კრიპტოში, ანუ როგორ ამარტივებს კრიპტო რეალურად ცდომას ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ხო? ბარათი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ვისაც თვალი აქვს და ნუ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. კიდე გვაქვს რამე ამ თემაზე, თუ 30 წამი გვაქვს, თუ გადავიდეთ? შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ. ოკეი. კაი, შემდეგი თემა არის პოლ ეტკინსის დანიშვნა SEC-ის თავმჯდომარედ, ხო? ვინ არის პოლ ეტკინსი და რატომ არის ეს საინტერესო ჩვენთვის კრიპტოსამყაროში? საინტერესო არის იმიტომ, რომ SEC, რომელიც არის შეერთებული შტატების მთავარი მარეგულირებელი ორგანო, ყოველთვის ებრძოდა კრიპტოს. ანუ განსაკუთრებით ყოფილი SEC-ის ანუ თავარი ასე ვთქვათ დირექტორი, ვინც იყო გერი გენსლერი, ანუ ცნობილი იყო ასე ვთქვათ კრიპტოსადმი ძალიან მტრული დამოკიდებულებით. ერთ ადამიანს ვერ ვნახავთ კრიპტოში, ვისაც ევასება ალბათ გერი გენსლერი. ნამდვილად. და ანუ მან არაერთი საქმის წარმოება დაიწყო ისეთი კომპანიების საწინააღმდეგოდ, როგორც არის Coinbase, Kraken-ი, Binance-იც თუ არ ვწდები. Uniswap-ი, ნებისმიერი ყველა კრიპტო კომპანიის წინააღმდეგ. და ეს ახალი კანდიდატი, ვინც არის პოლ ეტკინსი, ანუ გამოირჩევა საკმაოდ კრიპტოსადმი მეგობრული დამოკიდებულებით. ანუ თვითონაც ანუ იმ აზრზე არის, რომ შეერთებული შტატები უნდა გახდეს კრიპტოს ერთ-ერთი წამყვანი ჰაბი და ანუ ეს ასე ვთქვათ ზოგადი ანუ ბაზრის სენტიმენტისთვის ძალიან კი ბატონო. მნიშვნელოვანია. და ამარტივებს რეალურად რეგულაციებს, ხო? ანუ თუ არ კომპანია, მინდა რომ ამერიკაში მქონდეს ჩემი ბიზნესი, მყავდეს ამერიკელი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, რაც უფრო კრიპტო ფრენდლი, ანუ კრიპტოს მიმართ რაღაც მეგობრული ადამიანები მეყოლება მარეგულირ გარემოში, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესია და ბევრი ახალი შესაძლებლობა მეძლევა მეც. და ალბათ შეიძლება ითქვას კიდევაც უკვე რომ რაღაც კომპანიები გადადიან ამერიკაში, იქ ხსნიან head office-ებს და უფრო აქტიურად ერთვებიან ამერიკის ბაზარზე, ხო? ხო, ანუ
ეხლა როგორც არის, ანუ ყველა კომპანიას, ვისაც უნდოდა შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლა, ანუ ცალკე იქაური კომპანიის დარეგისტრირება ჭირდებოდა, როგორც ანუ გვაქვს Binance, მაგრამ გვაქვს Binance US, გვაქვს Coinbase და გვაქვს Coinbase US და ანუ ეს ცალკე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ანუ ბიუროკრატიული ანუ წინაღობა იყო, რაც ანუ რისი გადალახვაც კომპანიებს ჭირდებოდათ, ანუ ძალიან ბევრი იურიდიული საკითხები, რაც თანხებთან იყო კავშირში და ანუ ზოგადად არც კომპანიებს და არც მომხმარებლებს, ანუ არ ქონდათ ანუ კრიპტოსადმი წვდომა მარტივად. შენი აზრით ეს რეალურად ამერიკელ მოხმარებისთვის რას ნიშნავს? ანუ უფრო მეტ პროდუქტზე იქნება წვდომა, ხო? ეგრე გამოდის და აი ის პროდუქტების მორგებული იქნება ამერიკაზე, ხო? კი. ოკეი. გამარტივდება. გამარტივდება და შესაბამისად სოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, თან ჩინეთში კრიპტო ხან აკრძალულია და ხან არა, რეალურად კრიპტოს ზოგადად კრიპტოსთვისაც ძალიან კარგი იქნება ამდენი ადამიანის დამატება. კი ბატონო, ეს თემა ზუსტად ამოვწურეთ და გადავიდეთ დღევანდელ ბოლო თემაზე, რომელიც არის ისევ stablecoin-ებს უბრუნდებით, წინა კვირაზე ბევრი ვილაპარაკეთ ამ თემაზე და Circle-მა, ანუ USDC-ს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს IPO. რა არის IPO პირველ რიგში და როგორ შეაფასა ბაზარმა ეს გადაწყვეტილება? IPO არის ანუ პირდაპირი გამარტივების არის initial public offering, რომელიც ნიშნავს ანუ პრივატული კომპანიის გატანას ბაზარზე და ანუ Circle-ის აქციებით ვაჭრობა შეეძლება ნებისმიერ ინვესტორს ნიუ-იორკის ბირჟაზე. ანუ Wall Street-ის ბირჟაზე, ასე ვთქვათ. ეს საინტერესო არის, ანუ ზოგადად stable coin-ები ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, ხიდი ტრადიციულ და არა ტრადიციულ ფინანსურ სამყაროებს შორის. და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, რადგან ანუ Coinbase არის ჯერჯერობით ერთადერთი ყველაზე დიდი კომპანია, ან მაინერებიც არიან დალისტულები, რომელიც არიან ბირჟაზე, მაგრამ ხო, Coinbase ყველაზე დიდი არის ყველანაირად გაგებით. ხო და ანუ ეს ასე ვთქვათ ერთმანეთში ანუ აერთიანებს ანუ კრიპტოს და ტრადიციულ ფინანსურ სამყაროებს, რადგან ჩვეულებრივად ანუ ტრადიციულ ფინანსურ ინვესტორებსაც საშუალება ექნებათ, რომ კრიპტო კომპანიაში განახორციელონ ინვესტიცია და ნუ შემდეგ კრიპტოშიც. და ასე ვთქვათ, ეს ანუ ნდობასაც აღვივებს, ანუ ძალიან ბევრი დადებითი შედეგი ექნება. ერთი მომენტი ისიც არის, რომ ამ შემთხვევაში როცა აპირებ IPO-ს, ეს არ არის რაღაცა მარტივი პროცესი, ხო? ძალიან ბევრი რეგულაციასთან გვაქვს საქმე და აუდიტები არაერთი. და ბევრი ფინანსური მონაცემებიც გამოაქვეყნა უკვე რაღაც 225 გვერდიანი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა Circle-მა, ანუ როგორ ხარჯავს ფულს, რა მოგებას ნახულობს და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამ შემთხვევაში ახლა სხვა stablecoin-ის issuer-ები მაგას არ აკეთებენ, ხო? ახლა ტეზერი აკეთებს რაღაც აუდიტს, მაგრამ ნუ 225 გვერდს არ აქვეყნებს, აქვეყნებს რაღაც 3 გვერდს, სადაც წერია, რომ ეს გააკეთე და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ჩვენ ბევრად უფრო კარგად გვესმის, როგორ შეულობს stablecoin-ის გამოშვებული კომპანია ფულს და რა აქვს დაგეგმილი მომავალშიც. და ეს ხო, როგორც აღნიშნე, ბევრად უფრო გამჭვირვალეს გახდის ამ პროცესებს და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს, შეგვიძლია რომ ვიყიდოთ მაგალითად IPO-ზე USDC-ის, ანუ Circle-ის აქციები და ვიყოთ კომპანიის მფლობელები. რაც კარგი შესაძლებლობაა. ხო, რაც შეეხება კიდე სხვა stablecoin-ის მთავარ მოთამაშეს, Tether-მა შეიძინა დამატებით 8888 ბიტკოინი, რაც არის 750 მილიონი დოლარის ეკვივალენტი. და ნუ ეს ყოველთვის კარგია, რადგან ისევ ამ რაღაც რეზერვების ნაწილს ბრუნდებით, რადგან ანუ ეს ბიტკოინი აღარ არის, ასე ვთქვათ, ბრუნვაში და დევს Tether-ის ან გაიშზე და ვიცით, რომ ნუ იქ არის და იქ იქნება და არ გაიყიდება, არ დაშორტავს ხალხი და ფასიც ანუ სტაბილურს ხდის ეს უფრო ანუ ფასს. კი ბატონო. თან ეს გამჭვირვალედ ხდება, წინასწარ ამბობენ, კი ანუ ყიდვის მერე აცხადებენ, თვითონ wallet-ისაც ეს ფული დევს, ეგეც ვიცით და ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევამოწმოთ რა გააკეთა Tether-მა, იყიდა თუ არა, ან გაყიდა თუ არა თავისი ბიტკოინი. ეს იყო
ამ კვირაში რაც იყო ნიუსები, იქითა კვირასაც დაგიბრუნდებით და გაგაცნობთ იმ კვირის ნიუსებს. მადლობა. მადლობა.